მე ვარ ანა შათერიშვილი 9 წლის. სწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა, ხატვა და მუსიკა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 1 წელია ცეკვავ 103 წმიდაში. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა ცერებზე დგომა. ყველაზე ადვილი იყო ჩაკრულის გაკეთება. 10 წლებში ჩემი ქორეოგრაფია ლელა მასწავლებელი. ის არის ძალიან მხიარული, თბილი, დინჯი, მამაცი და ძალიან კარგი ქალი არის. გონია რომ ბედნიერია, იმიტომ რომ მე კარგად ცეკვავ. ჩემი საყვარელი ცეკვა არის კაური. საყვარელი ილეთი არის ეს. კონცერტი ჯერ არ მქონია, ერთი სული მაქვს, როდის მექნება. ძალიან მინდა ვიცეკვა დიდ სცენაზე. კონცერტის არ მეშინია, იმიტომ რომ ადრე დავდიოდი ბალეტზე და იქ მქონდა ბევრი კონცერტი. ბალეტიდან იმიტომ გამოვედი, რომ უკვე ვიცოდი ყველა მოძრაობა. თავიდან გული დამწყდა, იმიტომ რომ ვიცოდი ჩემი მასწავლებლები მომენატრებოდნენ. მე რომ ეხლა კარგი მოცეკვავები იყო, ჩემს სოლო კონცერტს ვისურვებდი პარიზში. ბილეთი ეღირებოდა 350 € და დარბაზი იქნებოდა სავსე. მე როდესაც მაქვს ფული ვხარჯავ სახატავ საშუალებებში. ეს ცხოვრებაში ყველაზე ბევრი ფული მქონია 500 ლარი. საიდან მქონდა და მე და ჩემი პაპუა სოფელში რო ავდიოდით, თხილს ვკრებდით და ვყიდიდით. აქედან მქონდა ჩემი პირადი შემოსავალი. ბევრი ფული რომ მქონდეს, აუცილებლად გავფრინდებოდი კოსმოსში. ამ ფულით კიდევ დავეხმარებოდი ურსახკარო მოხუცებს. პირადად ჩემთვის ვიყიდდი მონალიზას ნახატს. ასევე კიდევ ვიყიდდი პირად გემს და კოსმოსის რაკეტას. და რა თქმა უნდა ვიცხოვრობდი სასახლეში. ჩემი სკოლა არის განსაკუთრებული და ამიტომ მიყვარს ჩემი სკოლა. მყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებლები. ჩემ სკოლაში ყველაზე მხიარული არის ბარბარე ანთაძე. ყველაზე ჭკვიანი არის ანრია ბურჭულაძე. ყველაზე მშვიდი არის ლილე დიასამიძე. ყველაზე ცალკე არის ბარბარე ანთაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ემილი ვასილაძე. მე ვარ ყველაზე დინჯი, განათლებული და პრანჭია. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელი არის ლეილა წულოკიძე. იმიტომ რომ ის არის ძალიან მხიარული, დინჯი, რასაც ვერ გაიგებ, ის დეტალურად აგიხსნის და ძალიან მხიარული გაკვეთილები აქვს. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ასტრონავტი. თუ ასტრონავტი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ პილოტი. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი ექიმი. ახლა მინდა ვიყო 27 წლის, იმიტომ რომ მექნება ოქროს დაბადების დღე. მაგ დაბადების დღეზე მინდა მაჩქონ უდიდესი სახლი. ისე მიყვარს საჩუქრები, ყოველ დღეც არ ვიტყოდი უარს. სულ ბოლოს, რაც მაჩუქეს, იყო როლიკები. ჩემი ოცნების საჩუქარი არის ტელესკოპი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია, 2 ძმა და ჩემი კატა. კიდევ მინდა ვყავდეს 2 და. ჩემი უფროსი ძმა არის 18 წლის და ქვია ბუბა. ის არის მამაცი, ჭკვიანი და განათლებული. ჩემი აზრით ბუბა რომ გაიზრდება, გამოვა პილოტი. უმცროსი ძმა არის 8 წლის და ქვია ლუკა. ის არის ცელქი, ჭკვიანი და ზოგჯერ ნევრების მომშლელი. ნევრებს მიშლის, როცა თამაში და რაღაცებს მყარავს. ლუკა ალბათ გამოვა გემის კაპიტანი. მამიკო არის მშრომელი, სიმპათიური, ჭკვიანი და მხიარული. ის არის მეზღვაური, ახლა გემზე არის და ძალიან მენატრება. დედიკო არის ლამაზი, მშრომელი, ზრუნველი, ჭკვიანი, დინჯი და სერიოზული. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. ბებია არის ახალგაზრდა, სერიოზული, მხიარული და დინჯი. ძალიან მიყვარს ბებოს გაკეთებული ხაჭაპური და დედას გაკეთებული სოკოსტუპი. ისე ჩემი საყვარელი საჭმელი არის ჩიბურეკი. სხვადასხვა მეც გემრიელი საჭმელები გამომდის. პირველად საჭმელი რო გავაკეთე ვიყავი 7 წლის და ეს საჭმელი იყო შემწვარი კარტოფილი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის ახალი წელი აგვისტოში. მე რომ ვიყო მწერალი, დავწერდი წიგნს კოსმოსზე.
მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლე. მიყვარს დიზაინერობა, ყველაზე ხშირად ხატავ კაბებს. ჩემთვის ყველაზე რთულია ცხოველების ხატვა, განსაკუთრებით ლეოპარდის. ვინახავ ჩემს ნახატებს და სახლში დაახლოებით მაქვს 3000 ცალი. იმიტომ ვინახავ, რომ მინდა მომავალში გავეხსენო ჩემი ბავშვობა. მომწონს დიდი რო ვარ, მაგრამ მენატრება ჩემი ბავშვობა. ჩემი საყვარელი ფერი არის შავი და არ მიყვარს თეთრი. დიდი სიამოვნებით მოვაწყობდი ჩემს სახლში გამოფენას. სამგზავროდ სიამოვნებით წავედოდი ჩინეთში. ძალიან კარგად ვიცი ინგლისური ენა და კიდევ მინდა ვიცოდე ჩინური და ესპანური. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვსწავლობ მუსიკალურ სკოლაში. ვუკრავ პიანინოზე და ვარ მესამე კლასში. პიანინო იმიტომ ავარჩიე არის კლასიკა და მას აქვს ძალიან კარგი ხმა. სამჯერ მქონდა გამოცდა და სამივეჯერ ძალიან ვინერვიული. ყველაზე მეტად მომეწონა მესამე, იმიტომ რომ კარგად დავუკარი და ყველას მოეწონა. პიანინოს გარდა კიდევ მინდა ვუკრავდი ვიოლინოზე. ჩემი მშობლები ძალიან მიწოვენ ხელს, რომ წარმატებული ადამიანი გამოვიდე. ყვავილებიდან მე ვგავარიას, იმიტომ რომ იისფერი მიხდება. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვის ერთად ვიცხოვრდი უკაცრიელ კუნძულზე? უკაცრიელ კუნძულზე მე ვიცხოვრდი დედასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. მისი სახელი რომ არ ერქვას, რა ერქმეოდა? მე მაგალითად ანა რო არ მერქვას, მერქვეოდა თინა. ბედნიერება არის, რომ მშობლები გეხმარებიან ბედნიერი ადამიანი იყო. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.